გამარჯობათ. მოკლედ ახლა ვარ ვანში. ცხელას საშინლად. ინტერნეტს უჭირს. ვერ ვშქოლავთ ვერაფერს, ვერ ვერთობით. ჩვენი აქ ერთადერთი გართობა არის ალკოჰოლი. ასე რომ აღარ მინდა ბევრი ალკოჰოლი დროებით და ვანში ვიყავით. რაღაცები უნდა გვეყიდა და ვიპოვე გაზეთებს ყიდა ბებო, ერთი საყვარელი ბებო, მოკითხვა ბებოს. ხო და მეთქი ბებო, ამ კვირის ამბები, რაღაცა ცხელ-ცხელი ამბები მომეცით მეთქი საწავიკითხო, სად ვნახო, რა გავიგო მეთქი, რა ხდება ჩვენ ქვეყანაში, რა ვითარება, ვინ მოკლეს, ვინ მოკლედ შევიძინეთ ეს სარკე ღირდა 3 ლარი. მივეცით 5 ლარიანი ბებოს. ბებომ გითხრა რომ ხურდა არა მაქვს შვილო და ხურდაშიო კროსვორდებს მოგცემო. 2 ლარად შევიძინეთ კროსვორდები. ეხლა მე ამისი შემსები მე ნამდვილად არა ვარ თან ძალიან ბევრი აიმდენია რომ სუ კროსვორდებია, ანუ კროსვორდები, სუდოკუ და რაღაცეები და ერთადერთ გვერდზე 2 ლარად, რაშიც შეგვიძლია ეს 2 ლარი გამოვიყენოთ, ის არის რომ წერია ანეკდოტები. წერია 9 ცხელ-ცხელი ამ კვირის ანეკდოტი და მოკლედ ამ ანეკდოტებს ბოლოს წავიკითხავთ. ჯერ მოდი სარკე განვიხილოთ, რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. ვინ მოკლეს? ვინ ხო, ვიწყებთ ყდით. აი, დაზე აი ხელა სურათი როა დაპრინტული, ესე იგი აშკარად ამათ მიუძღვნეს, ანუ უკანა ხარის ყდით ვიწყებთ ჩვენ ამბებს. თაკო კანითელმა ქმარს სტამბოლში დაუვიწყარი დაბადების დღე მოუწყო. ჩემი და ლევანის ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად ხდება. ლევან გილოცავ დაბადების დღეს. ხა დაუვიწყარი საჩუქარი კარგია. დეტალებში არ ჩავეციებით. დავიწყოთ პირველი გვერდით. სალომე ჭაჭუას საყვარელმა მამაკაცმა ბეჭედი აჩუქა. და. აჰა. 36 წლის დაბადების დღის თავზე. მარიამ გაფრინდაშვილი და ნიკო მიქაია მშობლები გახდნენ. მოკლედ სულ მისალოცი ამბები. აი, დაანებე ტელევიზორს თავი. გაძდი სარკეზე, ყოველ კვირა გამოდის ცხელ-ცხელი ამბებით, ცუდი მკვლელობა ის მოკლეს ის, კარგ ამბებს მაინც გავიგებთ. ერნა წიფურიას დაბადების დღე ქალიშვილმა ორიგინალურად მიულოცა. ეს დაბადების დღეები ხო არ არის სავსე ეს კვირა? საბა კემულარიას და კესო გაფრინდაშვილს მეორე შვილი ეყოლათ. გილოცავთ ისევ და ისევ, აი სულ მოსალოცი ამბები, სულ იხარე ერო, გაწყდით ერო. დიდი რეკომენდაცია ჩემგან სარკეს. ნინი ქარსელაძის და მარიკა თხელაძის ურთიერთობა გაცივდა, უბრალოდ აღარ მეგობრობთ. მე გეტყვით რომ ნუ დაკარგავ მეგობარსა შენსა, არა უშავს. შეეშალა რაღაცა ალბათ გოგოს და ნუ გავწირავთ მეგობრობას ერთი ამბის გამო და მეთუმეტეს ნუ გამოვაჭენებთ აქ ცხელი კვირის ამბებში. მარინა ბერიძე აცხადებს, რომ მონა არ უნდა იყო ხელისუფლების. ქალბატონო მარინა, მართალი ბრძანდებით. პარლამენტმა მძღოლებს ჯარიმები შეუმცირა. გადასარევი. შვენიერი. რატომ ვერ შევიდა ელენა ხოშტარიასთან ექიმი? დაავადება რისიც გვეშინო და გამოირიცხა. ძალიან კარგი. ჯანმრთელობას გისურვებთ. დეტალებს ვერ წავიკითხავთ. იმიტომ რომ ძალიან გავიწელებით და თან როგორც აღვნიშნე, ძალიან სასტიკ ნაბახ უსევზე ვიმყოფები. და აი ესეთი მთლიანი აი ხელა ფურცლის წაკითხვა მე ახლა არ გამომივა. ვკითხულობთ რა მოხდა. ვახო სანაია დახმარებას თავაზობს კაცს, რომელიც მისი შეურაცხყოფისთვის დააჯარიმეს. აგინა ლანძღა კაცმა, მაგრამ ეს კიდევ დახმარების ხელს უწყვის. კარგი საქციელი, ნამდვილად. მე და ბევრი იყოს ეგეთი ჩემო ვახო. სოფო ბედია აცხადებს. 2 წელი ვაკვირდებოდი მიშას ურთიერთობას ჩემს უფროს ვაჟთან. მერე გადავწყვიტე მასთან ოჯახის შექმნა. მომღერალმა ახალი სიმღერა ქმარს მიუძღვნა. მე და მიშას იუმორი გშველის რომ შეუფერებელ გამოთქმებს ყურადღება არ
მივაქციოთ. მე ზობლებს ამანას ექნა, იმანის ექნა, იუმორით იტანენ ყველაფერს. ხო, მე ეხლა არ ვიცი ესენი ვინები არიან, რა ვიცი. მომღერალია სოფობედია. აი სოფობედია მის ქმართან ერთად. თუ ვინმე საინტერესებს ეს ქალბატონი ბრძანდება სოფობედია. კიდევ აქ რეები არის ახლა. კითხვები, ხო? თავარი, მოკლედ გავიგეთ, გადავშალეთ. მსახიობი მაკა შალიკაშვილმა განაცხადა, არ მქონდა ისეთი შემოსავალი, ოჯახი მერჩინა ყოფილი მეუღლის დედამ და ბებიამ უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ჩემი შვილის გაზრდაში. რატომ ცხოვრობს მაკა შალიკაშვილის ქალიშვილი მამის ოჯახში? ხო, გავიგეთ, რომ არ ქონდა შემოსავალი და მაგიტო რაღა საჭიროა ეხლა მთელი ერთი გვერდის გამოფენა, მოკლედ და კონკრეტულად. არ ქონდა ადამიანს საშუალება და. ხო, კიდევ განაცხადები მაკასი. ახალბედა დედებს ვურჩევ, რომ იცოდნენ დედას აქვს თავისი ადგილი, მამას თავისი და ბებიას თავისი. ზედმეტი არაფერი ვარგა. კიდე კაი ზედმეტი ფული არა მაქვს. რა იტანდა ეხლა ფერარები, ლამბორჯინები, მერე იახტები, ბეწვზე ვარ გადარჩენილი. კიდევ აცხადებს მაკა, არ მქონდა ისეთი შემოსავალი, რომ ოჯახი მერჩინა, მხოლოდ იმდენი შემოსავალი მქონდა, რომელიც მარტო მე მოყოფოდა. არც მამამის მქონდა იმდენი შემოსავალი, ამიტომ მშობლებმა მეტი პასუხისმგებლობა აიღეს. გავიგე, გასაგებია. გისურვებ ბიტკოინებს. ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ვერ ვიფიქრებდი ასეთი სიყვარული თუ მეწვეოდა. სიყვარული ეწვია თია მახალდიანს. გილოცავ თიკა. კარგია. თიკა მახალდიანს ქმარშვილმა ბავშვობის ოცნება აუსრულა, მათ გარეშე სახლი ცარიელდება. რაო. თიკა მახალდიანს ქმარშვილმა ბავშვობის ოცნება აუსრულა, მათ გარეშე სახლი ცარიელდება. ვერ გავიგე ვერაფერი, მანანამ გალობლიშვილი აცხადებს. როცა გარდაიცვალა, მერე აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი კარგი ლექსი ჰქონდა. ივანემ გალობლიშვილს. აშკარად ექიმები არიან თან. ვიზიარებ ქალბატონო მანანა, თქვენ წუხარებას ვანოზე იძახიან, რომ რატომ თქვა უარი მოქანდაკეობაზე ნოვატორმა გინეკოლოგმაო. ესე იგი ეს ივანე ყოფილა გინეკოლოგი და რავი, ახლა მე მგონი ბევრი ფიქრი არ უნდა ეხლა ქვას და ქვისატეხს და ჩაქუჩს და ეგეთ რაღაცებს, ალბათ ქალის გადაშლილი ფეხები ერჩივნა კაცს. და მიაწვა მაგ საქმიანობას. სონა იყოს. მოკლედ აქ ძალიან დიდი ამბები მოყვა ამ ვანოს. ესე იგი ორი ფურცელი ვანოა. თამარ უჯუხუ ილო ჩერქეზეთში ძალიან უყვართ. ილო ბეროშვილის ქართულ ჩერქეზული ოჯახის ამბავი. ის თანამედროვე ახალგაზრდა კაცია, მაგრამ კავკასიურ ტრადიციებს პატივისცემით ეკიდება. კი ბატონო, ილო კარგი მსახიობია ნამდვილად. ჩვენს ვიყვარს ილო, მოკითხვები ილოს. აქ ესეთი ამბავი წერია კიდე. მიხო ჩემთან ყოველდღე თეთრი ვარდებით მოდიოდა. ხანდახან წიგნებს აბარებდა ბუკინისტებთან, ჩემთვის ვარდები რომ ეყიდაო, მაგრამ ეხლა მე ამბავს არ მივესალმები. იმიტომ არ მივესალმები, რომ ეხლა ჩვენ დანარჩენმა კაცებმა რა ვქნათ. ეხლა დაიწყებს ეხლა ეს ქალბატონი, რომ აი ჩემმა ქმარმა ამდენი ვარდები ყოველდღე მომიტანა, ყოველდღე ვარდებს მართმევს, ყოველდღე ესე, ყოველდღე ისე და მე ჩვენს მოგთხოვენ გოგონები ვარდებს. გვეტყვიან რომ აი მეც მინდა ვარდები. ხო და რატო გვაგდებთ ასე თუ ხერხულში? ვარდები ვიცით დღესასწაულებზე. დღესასწაულსაც გააჩნია. ესე იგი, ეხლა აქ რა ხდება? ამ გვერდზე მივადექით ანონიმუს პოსტებს. ანუ აქ არ ჩანს არც სახეები არაფერი დაბლარულია და ვერ გებულობთ, მაგრამ ალბათ ამ ადამიანებს უნდათ რომ თავისი გულის ტკივილი გადმოეცათ და ჩვენ ახლა წავიკითხავთ ამ ხალხის გულის ტკივილს. თლიანად არა რა თქმა უნდა, წავიკითხავთ სათაურებს. ერთ-ერთი სათაური გვეუბნება რომ მამამ შეყვარებულის ნაჩუქარი ჩანთა დამიგლიჯაო.
16 წლის გოგო აცხადებს ახლა რა დრო შენი შეყარებულია შვილო. მაგრამ სიყვარულმა ასაკი არის. გორმე უნდა გაუძლოთ, ავიტანოთ. კიდე გაჩუქებს. თუ უყვარხარ კიდე გაჩუქებს. ბიცოლა ჩემს საქორწილო ფეხსაცმელი გავუფუჭე. წერს თქვენი ერთგული მკითხველი 15 წლის. იმედია რომ ახლა ბიცოლა ძალიან აგრესიული არისო ამ ფეხსაცმელის გამო და კარგი შვილო არა უშავსო გითხრა. კლასელმა მომაძახა ზუსტად ასეთი კაბა აქვს ბებიაჩემსო. ბულინგი ჩვეულებრივად. ან ბულინგი, ან სვეცკი ბებო. მამაჩემს ოჯახისთვის არასოდეს არაფერი აქვს. სხვებისთვის ყოველთვის ყველაფერი. წურაკი ალბათ. ენანება გაიგე ოჯახისთვის და გარეთ იცოცხლე ხარჯველი მეტი აბა ჩამოასხი 5 ლიტრად ველოდე და ასე შემდეგ. 16 წლის ბიჭი წერს შეიძლება აღარასოდეს შევიყვარო, რადგან შეყვარებულობის პერიოდი არ მომეწონა. მოასრო ბიჭმა მთელი პერიოდი სიყვარულის არ მოეწონა ბიჭს. მე მიმართავ მისშობლებს. გადაუმოწმეთ ტელეფონი. სადმე ცის სარტყელის ფერებისკენ ხო არ აქვს მიდრეკილება. ქართლოს კასრაძემ თავისი ავადმყოფობით ცოლი გადაარჩინა. მე ვერ ხვდები ახლა როგორ უნდა გადაარჩინოს ადამიანმა თავისი ავადმყოფობით სხვა. მაგრამ ახან გადარჩა ეს უკვე ძალიან კარგია. მთელი ახსნა განმარტება ყოფილა ერთი გვერდი, ორი გვერდი, მესამე სამი გვერდია მოკლედ ამ მთელი ახსნა განმარტების. კონკურსში მონაწილეობაზე აცხადებს უარს მომღერალი. არ მინდა კარიერაში შავი ლაქა მქონდეს, ესე იგი რაც უდი კონკურსია სადღაც რომ მომღერალმა უარყო ყველაფერი. მე მიმართავ კონკურსს. უფრო მეტი ფული გადაუხადეთ და შემდეგ დარწმუნებული ვარ სოლო კონცერტით გამოვა. ავთანდილ აბესლამიძე, ესე იგი სერიოზულად ვფიქრობ, რომ მარიამი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდესო. ამის წერას ეხლა ერთი გვერდი აქვს დაწერილი. ამის წერას წასულიყავი და პირდაპირ გადაგედგა ეგ ნაბიჯი და გეგეგმა სადმე რა ვიცი მე წაგეყვანა გეთხოვა ხელი და გახდებოდა ისე რომ არ მოგიწევდა გაზეთში წერა. ჩემი და ლევანის ცხოვრებაში ყველაფერის მოდა ეს ის არის აქ რითიც დავიწყეთ. ამ გვერდზე ვართ მისულები და მოკლედ თელი ამბები, რომელ ქვეყანასა და ქალაქში გიყვართ განსაკუთრებით მოგზაურობა და მთელი კითხვა-პასუხები მიდის აქ. 57 წლის ქალბატონი აცხადებს, რომ მარტოობაში ნაპოვნი კომფორტი ვიპოვე მარტოობაშიო. და ასევე იძახის, რომ ჩემს გვერდით ვეღარ ავიტანს სხვას თავისი პრობლემებითო. დაიღალა ქალბატონი 57 წელია პრობლემებს იტანს სხვის პრობლემებს. კიდე დიდი ხანი გაგიძლიათ ქალბატონო. მეუბნებიან ასეთი გოგო მარტო რატომ დარჩიო. ძალიან კარგია 57 წლის ქალბატონი რომ გოგოთ მოიხსენიებს თავს. ადრე მეგონა ყველაფერი წინ იყო, ახლა ვიცი რომ წინ აღარაფერია. და ეს შეკითხვაც მაღიზიანებს. ადრე სხვების პრობლემებს არ გავურბოდი, პირიქით ვეხიდებოდი. ახლა გადავივსე და გადავიწვი. დაისვენეთ ქალბატონო, უკვე პენსიის ასაკია ფაქტიურად და პენსიას დროს მაინც დაისვენეთ სხვისი პრობლემებით. ძალიან კიდე ბევრი გაგიძლიათ ქალბატონო. ესე იგი, კიდევ ეს ქალბატონი აცხადებს. კაცს თუ ჭკუა არ უჭრის, როგორ გავიკარებ? ახლობლები მეუბნებოდნენ, რაღაცაზე თვალი უნდა დახუჭო, სხვაგვარად არ გამოვაო. და რაზე დავხუჭო თვალი? უტვინობაზე? არ ვიცი, თქვენი არჩევანია ქალბატონო, თქვენ პირადში არ ჩავერევი. ბარდა მცენარეული ხორცი ყოფილა. ასე გამოიყურება ბარდა. ეხლა ამით მე კულინარიას არ წავიკითხავ, აქ ევროპელების უძველესი კერძი ყოფილა ბარდა. ხო. ესენი ბარდას ჭამდნენ. ჩვენ ხაშლამას მივირთმევდით. ესე იგი, ჩვენ ევროპასთან არ გვაქვს ბევრი რაღაცა შესაშური. გადავინაცვლეთ ჰოლივუდში. ესე იგი, დენზელ ვაშინგტონი იძახის. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა როლი ვითამაშე, რაც მინდოდა.
წარმატებული ადამიანი. ვცდილობ, რომ მრავალფეროვანი ვიყო და მაყურებელს ყოველთვის რამე სიახლე შევთავაზო. არ მინდა მათ ჩემი ყურება მობეზრდეთ, თუ შევატყე, რომ ასე მოხდა, მაშინ ჰოლივუდიდან წავალ. გვემუქრება კაცი, არაფრით არ ვაგრძნობინოთ, მეგობრებო, დენზელ ვაშინგტონს, რომ ამის ყურება მოგვეზდა. სმანიური ეშმაკი ავსტრალიის ველური ბუნების პარკიდან გაიქცა. აი სად დაგვე ლას-ვეგასში მსოფლიოში ყველაზე დიდი საბნის ციხესიმაგრე ააშენეს. შოტლანდიაში თუთიყუშმა ავტომობილები დააზიანა. და აზიანებს ახლა ის კარტით რა. ესე იგი, მე მოუწოდებ ყველა მალიარს. იდეა იყიდე თუთიყუში, გაცთვენი, მიაქციე, ასე რომ ვთქვათ, მანქანებზე და შემდეგ შეღავათიან ფასად გაუკეთეთ. კლიენტი ხო ბევრი გეყოლება. თუთიყუში რა დაგიჯდება ეხლა, თუთიყუში დაგიჯდეს 10 ლარი საჭმელით, გაატანინებ თავს. თავარია ეს გაწვნა, რომ მანქანები დახაზოს. სინგაპურელმა მოზარდმა მისტერ კარტოფილისთავა რეკორდულ დროში ააწყო. კარტოფილისთავა ის კარტოფილი რო აულაშებით და დიდი ყურები რო აქვს 4 წამში და 63 წამის მიათეთში ააწყო ეხლა ხან 3 კვირაში. 2024 წელს ვიღაცამ ააწყო, მალაიზიელმა ააწყო 2024 წელს 4 და 75-ში. ესე იგი ძალიან მცირედით. სპორტზე გადავედით. ნოვაკ ჯოკოვიჩი აცხადებს. მზად ვარ უიმბლდონზე ჩემი შესაძლებლობები ისევ ყველას დავუმტკიცო. მე როგორც ვიცი, ამან დაასრულა კარიერა, მაგრამ ეხლა ეს იძახის აქ წერს, რომ კარიერას მაშინ დავასრულებ, როდესაც თამაშის სურვილი აღარ მექნებაო და სურვილი ამას სულ ექნება თამაშის, იმიტომ რომ კაცი პროფესიით არის ტენისის მოთამაშე, ასე ვთქვათ. ინგლისის ნაკრები გაქურდეს. მანამ ჩემპიონატი დაიწყებოდა, მანამდე გაქურდეს და ჯამში წაიღეს $18,000 ნივთები, მოპარეს მთელ გუნდს. მესი მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. მესი სულ ამყარებს რაღაცა რეკორდებს. ბამპე საფრანგეთის ნაკრების ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდა. არ ვიტყვი ახლა მე ბამპეზე. არაფერს. ჰარი კეინი მსოფლიოს ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა. რატომ გვჭირდება რომ ემპათიურები ვიყოთ? არ ვიცი და მე მაგალითად არც მაქვს მაგისი მოთხოვნილება რომ ემპათიური ვიყო. რით ემუქრება მზებს ბავშვებს? სიცხით დავაფაროთ ქუდი, წაუსვათ მზის დამცავი. რომელი ორგანოებს აზიანებს კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა? მოდი ამას ნუ წავიკითხავთ, იმიტომ რომ კომპიუტერი მე ძალიან მიყვარს. ჟურნალ ფილტვები ჯანმრთელობაზე არ მოწიო, ისუნთქეთ ცხვირით, მიიღეთ საჭირო მედიკამენტები. მედიკამენტები რატომ უნდა მივიღო თუ არაფერი არ ჭირს? რა უყოთ ძველ ბალიშის პირებს? კითხვა არის ესეთი, გადავყაროთ. მე გეტყვით, აქ მთელი ნახევარი ფურცელი წერია, რომ რა უყოთ ბალიშის პირებს და მე გეუბნებით, რომ გადავყაროთ. მით უმეტეს თუ უკვე გაყვითლებულია, როგორც გავწმინდოთ ფანჯრები, რომ სახლში მთელი წელი ბედნიერება და სიმდიდრე იყოს. ეს აი ამას გადავიკითხავ ვიდეოს შემდეგ, რაღაც ხერხი ყოფილა, რომ ფანჯრებს გაწმიდავ, მთელი წელი ბედნიერი იქნები და სიმდიდრე იქნება მთელ ოჯახში და მე რა ვიცი, რატო წმიდავ ასე ცუდად ამ ფანჯრებს. ირინა ტოგონიძე აცხადებს, დიზაინერი სილამაზე დეტალებშია. ვეთანხმებით ქალბატონი ირინას. სცენარეები, რომლებიც წონაში დაკლებას ეხმარებიან. არა მგონია, წონაში დაკლება ეხმარება იმას, რომ ნუ გასკდები და ნუ დაასკდები საჭმელს და ცოტა თუ ვივარჯიშებთ, კიდე კარგი იქნება. სცენარით ვერ დავიკლებთ
ამის გარანტიას მე გაძლევთ. ეხლა მცენარეს რო შევჭამ და 15 ლარიან შაურმას რო დავამატებ, ის მცენარე უბრალოდ ჩაიტკეპნება და მოყვება, გაიპრესება ისე რომ ვერანაირ ეფექტს ვერ იზავს. როცა მაიონეზს და კეჩუპს გადაილესავ სახეზე. ბრედ პიტი საიდუმლოდ დაქორწინდა. მიულოცოთ ბრედ პიტს. NHTUEI მესამე შვილს ელოდება. მიულოცოთ ოჩახ. არია. ხო, დავასრულოთ ჩვენი სარკე ეს იყო. გავერთეთ ცოტა ხანი, ეხლა 3 ლარად მეტი რა უნდა ვქნათ. ეხლა ჩვენი დაპირებული ანეკდოტები. ცოლი ქმარს მაღაზიაში აგზავნის. პური ამოიტანე, კვერცხი თუ იყოს 10 წამოიღე. ჩავიდა კაცი მაღაზიაში, პური მომეცით. კვერცხი გააქვთ? კი, მაშინ 10 პური. კი, მაგრამ რა შეატყე ამ ფერი ცოლს, რო ეჭვიანობ? მაგ ფერი არაფერი, მარა შვილები რაღაც ნამეტანი ლამაზები და ჭკვიანები ყავს. ორი ფასიც ქონდა ამ ჟურნალს, ისეთი ანეკდოტები შევხვდა. თუ აიღებ იპოთეკით 1 მილიონს, მთელი ცხოვრება უნდა იხადო და თუ მოიპარავ, ციხეში მხოლოდ 7 წელი იჯდები. ეს ფიქრი მოსვენებას არ მაძლევსო. არ არის მაგალითად თლად ცუდი განაცხადი ახლა ეს. ვირს დაფიქრება. ქალბატონო, როგორ ფიქრობ, უცნობ მამაკაცს დათანხმდებით სექსზე? არა, მაშინ იძულებული ვარ წარმოგიდგეთ. გელა. პატრული. ღამის მორიგეობის დროს გოგონა, თქვენი საბუთები აიღეთ. რაზე მუშაობთ? Night butterfly ვარ. ვერ გავიგე, რა გონიათ რომ მარტო თქვენ გადაგარქვეს სახელი? ცოლს რატომ ეყრები? წარმოგიდგენია მთელი ღამე არ მოსულა სახლში, დილით კი მითხრა დაქალთან რჩებიო. მერე რა? იტყუება ეგ კახბა, მის დაქალთან იმ ღამეს მე ვიყავი. საყვარელო აცივდა, შუბა მინდა, მაგარი ხარ. დაადგი კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, მე სილიოტკაზე ჩავირბენ. სიდედრი მანქანას ქოქავს. დიანა, დედიკო, საით გაგიწევია? შეეხმიანა სიძე. სასაფლაოზე და მანქანას უკან ვინ მოიყვანს? რა არის საერთო მოკლე კაბასა და ჩადრს შორის? იკითხავს დაბნეული მკითხველი. ერთი და მეორეც უშნო სახის დაფარვის კარგი საშუალებაა. ავასრულეთ. მოკლედ ეხლა ჩვენ ეს ყველაფერი წაკითხვები და ჩემი აზრით ეხლა ეს 2 ლარი ნამდვილად არ ღირდა, იმიტომ რომ ვერ იყო ძალიან ასე გადამრიე ანეკდოტები, მაგრამ რაც იყო, იმიტომ რომ ყოველ კვირას ალბათ ახლები აქვს წაწერი და რომელიღაცა კვირისას ალბათ გავარტყავთ, სადაც კარგი ეწერება და რაც შეეხება ამ სარკეს, დავიცუდი არ იყო, რა დრო გავიყვანეთ. შემდეგ ვიდეომდე.